country, Georgia! Let's go, man! ეგ არის Fight Hop podcast-ი დაბრუნდა ეპიზოდ 205 ნოსტალგიორგის ართანია რომეო 50 ცენტერაძე East and West Connection ნიუ-იორკი და ამჟამად მე დაბრუნდი ისევ ჩინეთში როგორ ახარ რომი რა ხდება არამიშოს იო მადლობა კეთილი იყო შემი დაბრუნება პერმანენტულ რეზიდენციაში როგორი იყო პირველ რიგში ლონდონში და თბილისში სტუმრობა მაგარი ნოსტალგია იყო რა ნოსტალგიაში დაბრუნება და ცხოვრება რა თქმა უნდა ლონდონში ცხოვრობდი 9 წლიდან 12 წელი თითქმის სანამ ჩინეთში წამოვიდოდი და დავემშვიდობესავით გამოვიდა ლონდონს და მე რა თქმა უნდა საქართველოში დაბრუნდი 7 წელი არ ყოფილა რა ოღონდ მარტო თბილისი გამომივიდა პრო რაღაც საქმიანი რაღაც ოჯახური სიტუაცია მქონდა მაგრამ მოვახერხე მაინც ახლობლების ნახვა ისე თუ ასე ბევრი ნათესავიც ვერ ნახე სხვათა შორის მაგრამ ნუ მაინც ძალიან მაგარი იყო და დაბრუნებაზე ცოტა გული გამიტყდასავით რა იმიტომ რომ 7 წლის მერე რომ ბრუნდები და ხედავ ნუ ხოაზე ხარ შენ სამშობლოს რავი როგორ სწრაფად იცვლება დრო და რაღაც ხოაზე ხარ და ყველა გაზრდილი ყველა წინწასული რაღაც და მოკლედ ძალიან მაგარი ტრიპ იყო ჩემთვის და იმედი მაქვს რომ ახალ წელს დაბრუნდები და შენც და ხალხს აინტერესებს როდის იქნება ისეთი დრო თუ მოვა რომ ორივე ერთად ვიქნებით საქართველოში და გავაკეთებ რაღაც live shows-ავით იქ გავიცნობთ მსმენელებს და მაგარი იდეა არის ესეც იყო კითხვაში მოსული და იმედი მაქვს რომ მოხდება ეს ყველაფერი რა ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ შემომიერთით ხოლმე live-ებში როდესაც გავდივარ Instagram live-ებში Fight Hop-ის Instagram-იდან საუბრობ ბევრჯერ მithქვამს უკვე ამაზე ვცლად მილაპარაკია შემოდის იმათი კი იციან რო ვაპირებთ როცა მოხდება ისე და ვიქნებით ორივე ერთდროულად თბილისში აუცილებლად გავაკეთებთ live shows აუცილებლად მოვიწვევთ მაყურებელს რამდენიც შეძლებს რამდენიც მოვა და აუცილებლად გავატარებთ ესე დასამახსოვრებელ დროს ერთად რა უბრალოდ როდის იქნება ეს არ ვიცი მაგრამ მე მჯერა რომ გადრთვიან მოხდება და მაგარი იქნება და შეიძლება არაერთხელ მოხდეს კიდევაც მე ვნახოთ რა იცი რა ხდება მომავალში მოდი სანამ დავიწყებ შევახსენოთ ხალხს რომ Fight Hop podcast-ი არის პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და რა თქმა უნდა YouTube-ზე გამოგვიწერეთ, მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება და დარჩით ჩვენთან. და კიდე ერთხელ არა, უпростоრად მინდა მოგილოცო, რომ შენი არხი უკვე არის და ანუ შენი არხი არსებობს და უკვე მატერიალიც დაიდო და ხალხს შეუძლია რომ მოусმინოს შენი breakdown-ი ილია თოფურია versus Charles Oliveira და რაღაც პატარა შედარებები კიდე ისლამ მახაჩევთან და რატომ შეიძლება რომ იყოს Charles Oliveira პირიქით უფრო საშიში მეტოქე ილიასთვის გილოცავ რომი ძალიან მაგრა გამიხარდა რომ ამას აკეთებ და მე მაინც შენი პროდიუსერი ვჩები რა ხოაზე ხარ მადლობა დიდი მადლობა მე ძალიან მიხარია ჯერჯერობით ბევრი ნახვები და კომენტარები არ აქვს მაგრამ რაც აქვს ყველაფერი დადებითია მადლობა რომ ჯერა რომ ნელა გაიზრდება მოთმინებით ვეპრობი ამ ყველაფერს არ მიჩქარება არსად ნუ სასურველია რომ სწრაფად განვითარდეს უფრო ვიდრე ნელა მაგრამ ნუ ჯერ დრო არის ახლა დაიდო პირველი ოფიციალური ესეთი breakdown-ის ვიდეო და ნახოთ რა დრო დავამატებ მე მატერიალს და ვიდეოებს და თუნდაც მატებაც იქნება აქედანაც ბევრი ადამიანი წამოვა უბრალოდ აქტიურად შემიძლია იქნება ბიჭო არა მე არ ვიძახი რომ რომელიმე მაკედან პრო სახიფათოა და მით უმეტეს არ ვიტყვევდი რომ ოლივერა უფრო სახიფათოა ვიდრე ისლამი რა თქმა უნდა მაგრამ
უბრალოდ ესე ცალსახად რო თქვა რომელიმეზე მაგათში რომ აი უფრო ადვილი ბრძოლაო, უხერხულია ჩემთვის და მ არამართებული მიდგომაა რა. ახან MMA მათემატიკა გამოდის და ეგ არასწორია ხშირად. არასწორი არასწორი მეცნიერება აა მე მათემატიკა რა. ხო და ანუ რომი დღეს რა თემები გვაქვს, რაზე ვისაუბრებთ, გავაცნობთ უცებ სპენელს და მე დავიწყოთ ეგრევე. რა თქმა უნდა, ბოლოს გვექნება კითხვა-პასუხები. მანამდე აჰა. გვინდა რომ ვისაუბროთ, ანუ ეს ძლივს და დაინიშნა, ეხა ილიას ბრძოლა ჩარლზ ოლივერასთან. ბოლოს რო ჩავწერეთ ჩვენ, ანუ Fight Hub-ზე გიოსთან ერთად, მაშინ არ იყო ეგ ჯერ დანიშნული, ახალი დამთავრებული იყო ჯეკ დელა მედალინა და ბელალ მაჰამედი, მაგრამ ველოდებოდით რა და ვიცოდით რომ ალბათ ეს ო, იქნებოდა, ბევრჯერ თქვით კიდეც რა და მაინც ე, პირველი რეაქცია რა იყო, რომ შენი აბა? სხვათა შორის სასაცილო რა არის, ცი, მიუხედავად იმისა, რომ აა მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ თქვით და შევთანხმდით კიდევაც, რომ თუ ბელალ მუჰამედი წააგებდა JDM-თან, უეჭველი თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ ავიდო და ისლამი მაგასთან საბრძოლოდ 77 კილოგრამის ხამარზე, მაინც ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი რაღაცნაირად, რომ მაინც შედგებოდა ისლამის და ილიას ბრძოლა რა. ბიჭო ბოლო და რახან ცოტამდე. ეგახსენე, შენთვის ახლა გამორიცხულია, რომ მაინც მომავალში ჩატარდეს ილია და მახაჩევის ბრძოლა? აა გამორიცხული არ არის და უფრო მეცას გეტყვი რაც მოხდა და როგორც წავიდა მაგათ შორის კიდე უფრო აი შელაპარაკებები და ესენი რა ქვია პასუხების გაცემა ერთმანეთზე ტვიტერზე ხო რაც მას შემდეგ რაც ორივე სხვა მოწინააღმდეგე დაენიშნა უფრო მოუნდა ჩემი აზრით ხალხს ამ ორი ადამიანის შეჯახების ნახვა რა მე როგორც აბეშტილებას ვჩებას რომ პირიქით, ჩემი აზრით უფრო გაიზრდება ინტერესი, როდესაც ორივე თავიანთ ბრძოლას ჩაატარებს, როგორც არ უნდა დამთავრდეს, ჩემი აზრით, მით უმეტეს, მით უმეტეს რას ვფიქრობ, იცი? თუ ილიამ მოიგო ქამარი და ისლამმა წააგო ჯიდიენთან, ჩემი აზრით უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნაც, ლოგიკური ჩანიშვნის მიზეზიც და ყველაფერი დანარჩენი ამ ბრძოლისა რა, ამ ბრძოლის მიმართ რა და ყველაზე დიდი შანსი არის იმ შემთხვევაში ამ ბრძოლის დანიშნვის თუ კი ილია მოიგებს და ისლამი წააგებს მომდევნო ბრძოლას რა. ცოტა მინდა ვიხალისო რა. უცებ წავიკითხავ ძალიან მახაჩევის თვიტს და შენ ქართულად თქვი უბრალოდ აზრი ან რაღაც როგორ გადაითარგმნება რა, okay? Difference between me and you that are clean top list in my division move to next, but you ran away from two contenders who had consecutive 5-9 wins in featherweight division. You are nobody in lightweight division, just a big mouth from Spain with a nice haircut. Go get one W and we can talk, boy. რაო რა მინდაო ბიჭო? ანუ ჩემსა და შენ შორის განსხვავება ეს არის რომ მე გავწმინდეო ჩემი დივიზიონიო შენ კიდე გავუბოდი კონტენდერებს ორი კონტენდერი ყავდა რომელსაც გაიქეცი შენ სონით კატეგორიაშიო შენ არავინ არ ხარ ლაითვეით ან სუბოქციონაში შენ არავინ არ ხარ არაფერი არ გაკეთებიაო უბრალოდ ესპანელი ბიჭი ხარ ლამაზი ვარცხნილობით მეტი არავინო რა მოიგე და მე ვისაუბროთო. ერთი მოგება დაითრიე და მე ვისაუბროთო. და ისე რა ეთახმები, იმიტომ რომ მგონი აი ტოპ 10-ში ახლა ვინც არიან, ერთი თუ ორი ყავს მარტო დამარცხებული, ხო, მახაჩევს? მე ზოგადად ბევრჯერ მაგ ნათქვამი აქვს რომ საერთოდ არ არის სასურველი ჩარევა ორი ადამიანის როცა ორი ადამიანი ერთმანეთში ცდილობს კონფლიქტის რაღაც ურთიერთობის გარკვევას მე არც როგორც ფანს, არც როგორც ქართველს ამ თუდას არ მიმაჩნია აუცილებლობად და არც როგორც ანალიტიკოს თუ ვინც რა როლშიც არ უნდა ვიყო ხო ვთქვა არ მიმაჩნია მიზან შეწონილად ჩარევა, მაგრამ რო ზივარ და ხალისობ და ვერთობი ამითი რა და უფრო მაგრა გავერთობით და ვისიავნე თუ კი ჭუბი დაინიშნება. მე გითხრა ადრე ბევრჯერ მაქვს მე ძალიან ნათქვამი და დაფიქსირებული ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მე ჩავერევი ეგეთ რაღაცაში, ანუ ჩემი ჩარევა არ აღწყვეს, მაგრამ ზოგადად ვიზახი რა, ანუ მივიღებ პირადულად რაღაცას, როდესაც შემეხებიან მე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს უხეშად რა.
ეხლა მაგას რო ეთქვა რაღაცა ქართველებზე ცუდი, საქართველოზე უკვე სხვა ბაზარია და სხვა თემაა. მაგრამ მაგას აქვს ერთ კონკრეტულ ადამიანთან პრეტენზია, ისე როგორც ილიას აქვს ერთ კონკრეტულ დაღესტანელთან პრეტენზია. ვიღო დაარკვევენ ერთმანეთს, ჩვენ very უბრალოდ noble დავსვეთ indeed. არა, და მეც ვესიამ ჩარევაზე არა უბრალოდ ეხა ხალისობთ ამ გაცვლაზე ცოტათი რა და მაინტერესებდა ნავი ასე სახარებეთ და აბა ასელოდებით რო არა არა სიტყვის ბიჭო არა ხო ილია მაინტერესებდა რომ ეს ეგრო თქვა რომ გაგიგებდა ყველა გავწმინდეო მეო და ბიჭო როგორც დას აწყობს როგორც თავის ქოთანს საიდანაც უნდა იქიდან მოაბამს ყურს გაიგე ესეა ზოგადად ცხოვრება ეგრე იზამს ილიაც ეგრე იზამს ნებისმიერი სხვა ადამიანი როცა ო, დასჭირდება რა და ეხა წავიკითხა უცებ ილიას replies და გადავიდეთ რა the difference between you and me is that I am a man and you're a coward I speak and fight you talk and hide run away far leaving no trace და მე რუსულად დაწერა რუსულად ვერ ვკითხულობ გახსოვს რა მიაწერა მალინკი ტი რაღაც პატარა მალინკი ბიჭი ხო პაჩენ თუ რაო პაცან პაცან ეგ რა არის რას ნიშნავს აზე არა პაცან ნუ ბიჭუნა რა ო, ანუ ჩემს ილიამ უთხრა რომ ნუ მე კაცი ვარო, შენო ბიჭი ხარო, შენო იმალებიო, ხდალი ხარო, მე ასეც ვამბობ it's ვაკეთებო და beef ესე შემდეგ. it's ბიჭო, beef კინკლაუად მიდის და მაგარი, ანუ უბრალოდ მე რა ვიცი, განა ზემოდან უყურებ ვინმეს, განა უბრალოდ ბურჩევ, გაიგე ხალხს, ყველა სწორი მხრიდან შეხედონ ამ ყველაფერს. და და ანუ ჩვენ ეს არ გვეხება ჩვენ ეს არის ჩვენი გართობისთვის ეს არის ყოველ ჩვენი შოუ ჩვენი ინტერტეინმენტისთვის არის ყველაფერი ჩვენ უნდა კიდე ერთხელ ვიზახი როგორც კი ვიღაცა შეგვეხება ჩვენ ქართველებს აი მაგ დროს უკვე გვაქვს უფლება რომ წამოვიჭრათ წამოვენთოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ერთმანეთის ღირსება რა მაგრამ ორი კაცი როდესაც ახლა ორი კაცი ვინც არ უნდა იყოს ორი კაცი რომ ერთმანეთში ურთიერთობებს არ ყვევს, იქ მესამეს, მეოთხეს და მეათეს და მეშვიდეს არაფერი არის საქმე. ისინი გაარკვევენ ერთმანეთში რა. და ძალიან თუ შედგება ეს ბრძოლა, ძალიან მაგარი build-up იქნება, ძალიან მაგარი countdown show-ები იქნება, face-off-ები, press conference-ები და ყველაფერი იქნება ძალიან მაგარი. for real და ჩვენ ბოლოს იბა შევხები რო შეგეკითხე გონია თუ არა მაინც იყო შანსი რომ მაინც შეხვდნენ ერთმანეთს ალბათ თუ ისლამი ავიდა და ფაქტია რომ ადის ხო ქვემოთ დაბრუნება იქნება ძალიან რთული არა რას ფიქრობ ხო რა თქმა უნდა ჯერ პირველ რიგში არავინ არ იფიქროს ის რომ აი ხა ისლამი ნაკლებ წონას დაიკლებს და უფრო მაგარი იქნება და ეგრე მარტივად არ არის საქმე. ერთი როცა ადიხარ წონაში, თუმეტეს ასე დონეზე, კუნთის მასა უნდა გაზარდო და უფრო უნდა მოიმატო. მე მაინც გიწევს დაკლება. კი, იმდენის დაკლება არ გიწევს, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე ფაქტორი ის არის, რომ 7 კილოთი მეტი კუნთი უნდა ატარო ჩხუბში. აიგე? ის შეიძლება სპარინგობ როცა მძიმე ხარ, მაგრამ სპარინგი და ჩხუბი მაინც სხვა რაღაცაა. ჯერ მარტო ფიზიკურად ხო სხვადასხვა რაღაცაა და ფსიქოლოგიურადაც სხვადასხვა სპარინგში დაიღლები იმის გამო რომ ძიმე ხარ შეიძლება რაღაცა შეიძლება რომ რაღაც კოსტინგი გააკეთო ან დაისვენო ან რაღაც ჩხუბში ამას ვერ იზრდ. ანუ 7 კილოს ჩათვალე რომ 7 კილოგრამი ხორცი გაქვს მოგდებული ზურგზე რა რომელსაც პრობლემა ისაა რომ რა თქმა უნდა არიან ადამიანები რომლებსაც რომ ძიმე წონაში ჩხუბობენ და ყველა სხვა წონა აქვს და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს ჯერ მიჩვეული არა ამას, გაიგე პირველად იჩხუბებს ამ ზონაში. ამას მიჩვევა ჭირდება დროს და ეს პირდაპირ ეგრევე. ანუ ეს რო ადიოდეს 155-დან 155-ში, სადაც 10 ფუნტის განსხვავებაა, კიდე რაღაცა შეიძლება თქვა, რომ არც ისე ბევრია და მაგრამ 155-დან 170 ფუნტამდე არის 15 ფუნტი განსხვავება. გამიგე? და ის ექსტრა 2 კილოგრამი ტრანსფლიანობაში ექსტრა 7 კილოგრამით მეტი იქნება აწონის დღეს და ზოგადად უფრო მეტი კუნთის მასა იქნება ჩხუბის დღეს, რასაც მიჩვეული არ არის და ეს ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძლება ჰპოვოს. ვერ ვიტყვი ხო ზუსტად, მაგრამ ანუ ეს ფაქტორი არის და გავითვალისწინოთ უნდა. რომ ამან შეიძლება ამან იქონიოს გავლენა, შეიძლება. მე არ ვიცი ხო ზუსტად ეგრე იქნება თქო. კიდე როგორც ადრე მithქვამს, ეხლა მე რო აქ დავждე და გითხრათ რომ აი ის 7 კილოგრამი უეჭველი გავლენას იქონიებს, აი არ შემეკამათოთ რა. აი ეგეთ რაღაცა რო თქვა.
აღარ უნდა მომისმინოთ არაზუსტ. ეგეთ რაღაცებს ეგრე ვინც ლაპარაკობს, იმას საერთოდ აღარ უნდა ელაპარაკოთ იმას. ტოქსიკურ ხალხს. მაგრამ მე ვიძახი რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა პოვოს ბრძოლის მიმდინარეობაზე. შეიძლება რა. ბიჭო, რა ხან ახლა წონებზე ვართ. Let's kill two birds with one stone და კითხვა მოვიდა ზუსტად წონებზე რა. პატარა კითხვაა, მე წავიკითხავ და მოგვეცი შენი აზრი ზაზა ბურბულაძისგან. მაინტერესებს ილია თოფურია ბრძოლის დღეს რამდენი კილოგრამი იქნება სავარაუდოდ და მახაჩევთან წონის სხვაობა. დღეს თვალით აწონეს ილია ბოლო ვიდეოში 84 კილოგრამი იქნება სამუშაო წონა. ანუ შენ რა გონია რომ ანუ რამდენს მოიმატებს რა აწონების მერე სანამ გავა ბრძოლაში რა. ნუ ალბათ სადღაც 5-6 კილოს მოიმატებს რა. თან ძალიან ბევრი არ არის ეგ გონი, ხო? არც ძალიან ბევრი არ არის. უფრო ბევრსაც იმატებენ, ხო? იმიტომ რომ მე გოჩა რო ნახე, გონი 11-12 კილო მოიმატა აწონიდან რა, ბოლოს რო იყო აქ იმასი ჯეი. ილიას არაწყობს ხა ძალიან დიდი ძალიან დამძიმებაც გაიგე, იმიტომ რომ ილიას ყავს მასზე გაცილებით გრძელი კიდურების მქონე მოწინააღმდეგე. ილიას დაჭირდება სისწრაფე იმისათვის რომ შეკვეცოს დისტანცია, იმიტომ რომ ნახე რა ხდება გიო ამ ჩხუბში. რა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული შენა მომენტი ოლივერაზე იძახი ხო რომი? ოლივერაზე ვიზახი და რა არის ყველაზე რთული მომენტი. ნახე ახლა დაუკვირდი. უბრალოდ კი დავწერე კომენტარებში, მაგრამ ახაც ვიტყვი ზერსანამ გავაგზავნებ, რომ რთულია ერთ ვიდეოში ერთმა ადამიანმა ჩაატიო ყველაფერი, მით უმეტეს 20 წუთიან ვიდეოში ასეთი დონის მოჭხურებზე როცა გაქვს საუბარი რა. მოგიწოდებთ რომ სხვა ბრეიქდაუნებსაც უყუროთ, თუ მოიპოვება, თქვენ თვითონ თუ გაქვთ რამე შენიშვნები, დამატებები, შეგიძლიათ რომ დაწეროთ. მე ძალიან დიდი მოხარული ვიქნები, წავიკითხავ. არავითარ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიძახი, არავითარ შემთხვევაში ადამიანი თუ გეუბნებათ რომ ჩემი ბრეიქდაუნი საუკეთესოა და ერთადერთია, არ არის ეგრე. ყველას სხვადასხვა კუთხით უყურებს და აფასებს და ყველას აქვს რაღაცა მისამატებელი და ასე შემდეგ. ყველას შეგვიძლია ერთმანეთს შენიშვნა მივცეთ, შეუსწოროთ, მივუმატოთ ვის ჩახედულია რა. მაგრამ ახლა რა ხდება ნახე. ილიას ამ ჩხუბში დგომში გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ ერთ რეინჯში, ბოქსის რეინჯში, ახლოში რა, ძალიან ახლოში თან. ერთი რეინჯი არის, ერთი რეინჯი აქვს რომ მოიგოს, რა სხვა ერთი სივრცე მეტია და ოლივერას აქვს მინიმუმ 2 ან მეტი რეინჯი იმისათვის რომ მოიგოს ეს ჩხუბი. გამიგე? ოლივერას ბოქსის რეინჯშიც აქვს შანსი მოგების, კიკბოქსის რეინჯში და უფრო შორსაც კი, იმიტომ რომ გრძელი კიდურები აქვს, გამიგე და უფრო მეტი ოფციები აქვს რა. და უფრო მეტი ვარიანტები აქვს, გამიგე? შორიდანაც შეუულია, ახლოდანაც საშუალო დისტანციაზეც. ილიას ერთადერთი დისტანცია, სადაც უნდა მოიგოს ეს ჩხუბი კიდე ახლო დისტანცია. ანუ ოფციების ნაკლებობა, თითქმის სამჯერ ნაკლები ვარიანტები აქვს ილიას დისტანციებში, ვიდრე ოლივერას აქვს რა ამ ჩხუბში. მაგრამ ილიას რაც აქვს კოზირი ის არის რომ იმ დისტანციაში ილია თითქმის 10-დან 10 ჯერ უფრო ძლიერი გამოვა, იმიტომ რომ ჯერ უფრო მოკლე ხელები აქვს, მაგის ჰუკები უფრო მაგარი იქნება, უფრო ჩასმული იქნება, უკეთესი ტექნიკა აქვს, მგონი დარტყმაც უფრო ძლიერი აქვს, საჭიროა ხომ ნახოთ ამ წონაში როგორ იქნება. მე მგონია რომ ისეთი მომაკვდინებელი იქნება, როგორც ერთი წონი დაბლა იყო. მაგრამ მთელი პრობლემა იქნება აი ამ დისტანციის შეკვეცა, გამიგე, იმიტომ რომ მოუწევს 1-2 ლეიერის გავლა რა, სანამ თავის სასურველ დისტანციაში მივა. და როგორც გითხარ, როგორც თქვი ვიდეოში, მე უკვე უნდა ეცადოს რომ დარჩეს იმ დისტანციაში, რომ შეეკრება, რომ დარჩეს იმ დისტანციაში მაქსიმალურად, რომ ისე მაინც არ გამოვიდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ზიანი მაინც რომ მიაყენოს, რომ მე მეორე და მესამედ უფრო გაუადვილდეს შესვლა უფრო ახლოს რა. საინტერესოა თან ახლა არ ვიცი რეინჯად კლინჩით თუ ჩათვალე, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება კლინჩით ბევრი რაღაც გადაწყდეს. Especially with elbows. 3, 2, 1, 0, and liftoff.
დღეს საათაშორის თორნიკე გიგაურმა წააგო სამწუხაროდ. მოვიკითხავთ აქედან და თავი მაღლა მოგითხოთ. დაიჭირეთ, მაო არ აუშავს. აბა რა. აა ნაგლიაშვილი ბრძოლობს დღეს თორნიკე. მ, გუშინ მივწერე და მეთქი ბოდიში ვერ მომდივარ თქო, იც შენ მე რა დღეებში ვარ ხა აქ და რა გადარბენებში ვარ და ეხა თორნიკეზე აღარ დამიწყია ისა. აა არ ვიცი შეიძლება ამ წუთას იბრძვის კიდევაც ჩვენ რომ საუბრობთ. როგორც კი მორჩებით შევეცდები რომ გავიგო რა მოხდა. მერაბს აქვს მნიშვნელოვანი ჩხუბი 7 ივნისს, მანამდე ლევან ჩოხელს აქვს 24 მაისს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და მე 13 ივნისს ერთი კვირის შემდეგ მერაბის ბრძოლის შემდეგ ჩვენ უკვე ატლანტიკ სიტიში ვიქნებით. ბექალაშხიას აქვს ასაღო. ბრძოლა Ring of Combat-ში 11-ში წავალთ, 12-ში წონას ჩავაბარეთ და 13-ში გვექნება ბრძოლა, მთელი გუნდი გვიქნებით Mutant MMA. იმიტომ რომ ბექას გარდა ორი ბიჭი ჩემი მეგობარი გუნდელი იბრძვის მუტანტებიდან და ასევე რომა ყურაშვილი იქნება ჩვენთან ერთად, რომელიც ყოფილი ჩემპიონია Ring of Combat-ის. და კიდე 1000 კაცი, ვისაც ვიცნობ და ახლობლები მეგობრები და ჩვენი აი MMA community-ის მ, წევრები რა, სხვა დარბაზებიდან ერთი სიტყვით კიდე ერთხელ მოგიწოდებთ, ბილეთები თითქმის გაიყიდა, რაც ქონდა, დამატებითი ბილეთები შეიძლება შეკვეთა პრობლემა არ არის, ბოლოს გამაგებინეთ, შემეხმიანეთ, იმიტომ რომ ძალიან ძალიან კარგი დრო იქნება რა, იმიტომ რომ ბევრი ქართველები ვიქნებით და აი რაღაცნაირად აი ქართული ზეიმი, აი დისკო იქნება რაღაცნაირად ქართული რა და გავიხარდება ერთად ყოფნა ძალიან ყველას გვესიამოვნება დარწმუნებული ვარ. კაი აურა იქნება ჩვენთვის ძალიან ქართველებისთვის, ასე რომ შემეხმიანეთ ბილეთებზე რა. და შაურაუთ მინდა გავუკეთო ბენო ადამიანს 28-ში ექნება პირველი ტიტულის დაცვა ოქტაგონში. ხო, მოკითხვა კიდე ბენოს. ხო. და რავი, აბა რაც გინდა რომ ხო ისე მაგარითი არაფერი, შევდივარ. ეხლა ჯერობით ამებს შევეხოთ, ასე შევეხოთ უბრალოდ ლოგოები მოკლედ მომეწონა, რამდენი ლოგო აბა ხო, გამოაჩინე, აბა. საღო. ხო. და მ არაფერი გადავიდეთ კითხვა-პასუხებზე და აი, დავიკითხოთ პირველი კითხვა, ესე იგი, სალამი ბიჭებო, კითხვა არ მაქვს, მაგრამ მინდა ქართველებს მოვუწოდო და თქვენ სურვილი გექნებათ განავრცეთ. თუ სურვილი გექნებათ განავრცეთ. ბელალის წაგების შემდეგ ისლამი გვეჭველი ავა ზედა წონაში და არა იმიტომ რომ ილიას გაურვის უბრალოდ ისიც ზუსტად ცალსახად იგივე მიზანს მისდევს რასაც ილია დიდება სპორტში რა თქმა უნდა ლოგიკურია ჩემ და სამწუხაროდ ბოლო 3-5 წლის განმავლობაში ყველაზე რეზონანსული საინტერესო და დიდებული ორთაბრძოლის გარეშე კი გტოვებს ისლამი მაგრამ რას ვიზამ ყველას თავისი პრეროგატივები აქვს ბაზარი არა უბრალოდ ყველას თხოვს შეეშვა თუნდაც დაღესტანელების ლანძღვას. ეს მე მგონი ბიჭო ნათესავი ეს კაცი ჩემია. ძალიან კაი მე მოკლედ. რასაც წეღარ რასაც ვამბობდი ფაქტურად იგივეს მაგ წერს და პონჩი მეთქი მართლა საღადავზრუნებს. ხო, ნათესავი. მოკითხო. საღადავზრუნებს ადამიანი აშკარად. მ, და შეეშვა თუნდაც დაღესტანელების ლანძღვას სხვა ერებთან ერთად, რაც არ უნდა გლანძღონ თვითონ ეს აქ ინტერში მაინც არაფერი გამოახვალა ოქტაგონზე ჩვენები სულ გულს ჯანმრთელობას დებენ რომ ყველას მათ პასუხი აგებინო თქვენი ძალიან ბევრი წლის ერთგული მაყურებელი გამომწერი უდიდესი თქვენივე წარმატებებით დიდი მადლობა შმაგი სხილაძე. სხილაძე შმაგი მოკითხვა ძმაო. კი შმაგის ვიცნობ ჩვენ მ, გამარჯოს შმაგი მეც დამიკომენტარა დღეს ვიდეოზე ხო და მეც ეთანხმები შმაგი მე მყავს ახლა გამომწერები ჩვენ მეგობრები შოუსი ვინც იგივეს ვეუბნები მაგრამ ნუ ყველა არ მეთანხმება არ ითვალისწინებს ახლა ყველა ერთნაირად ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ მე ესე ვფიქრობ კი რომ ის თუ შაკლობას აკეთებს თუ ხო თქვა სიტყვაზე თქვა ხო ჩვენ იგივე ჩვენ ის არ უნდა გავაკეთოთ რის გამოც მტერს ვლანძღავთ რომ ესე გააკეთაო რა და ეს მაგათი ლანძღვას და დაკნინებაც ეს მასიურად არ არის კაი ასაქმე ჯერ ერთი იმიტომ რომ თლიანობაში ისე გამოდის რომ მ, უფრო ისე გამოდის რომ ჩვენ უფრო მივждებთ ახლა რა არავინ არ გვეკითხება ისე რა ფანებიდან დაწყებული თვითონ მოჭუბრებით და ასე შემდეგ. ესე გამოდის თლიანობაში მაინც და
ძალიან ისეთი თემა აქვს ცელი ახლა ეს. რა თქმა უნდა, აა, რა თქმა უნდა, ვიღაცამ რაღაცა თქვა, შეგვეხოს ან რუსმა ან დაღესტანელმა ვინც უნდა იყოს, როგორც წერან თქვი, უნდა გადაუარო და გადაურბინოთ, რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არსებობს, მაგრამ როცა არავინ არ მოგზდევს, არ უნდა გავიქცეთ რა და როცა არავინ არ ცეცხლს არ გვიკიდებს, ჩვენც უნდა შევეშვათ რა, ანუ არ ვიცი, მე ნუ გეთანხმები ერთი სიტყვით რა, ახლა ისე გამომდის რა, არ მინდა რაღაცები ვთქვა, ისე, იმიტომ რომ აი ქართველები ვარ ჩვენ და ყველა ნათქვამი მერე შეიძლება სხვანაირად ვიღებთ ყველაფერს და სხვანაირად ვიგებთ ყველაფერს. ხალხიც და ფანებიც და მოჩხუბრების და ყველა. ამიტომ ვიკავებ ყოველთვის მაქსიმალურად თავს, რომ ისეთ რაღაც არ ვთქვა, რომ ვინმეს რაღაცა ეწყინოს რა. ვითვალისწინებ რაღაცეებსაც და ვიღაცეებსაც რა. ხო და არა გეთანხმები რა. გეთანხმები 100%. რა თქმა უნდა პირადზე არ უნდა გადავიდეს არასდროს და ეხლა მთლიანი ქვეყანა არ უნდა განსაჯო ერთი ადამიანის გამო, რომელიც ხო. შენ პროფესიაში არის და უბრალოდ მაგასთან უნდა იყოს აა ესე დავურქვათ შეჯიბრი, ხო, ნუ შეჯიბრი ცოტა ისე გამოდის, იმიტომ რომ ერთმანეთის მოსაკლავად შედიხართ, მაგრამ ბოლოს მაინც ესე არის რა. ანუ მეც გეთანხმებით პირადში არ უნდა გადავიდეს და მთლიან ქვეყანას და ეგეთ რაღაც რელიგიას და ოჯახს არასდროს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. იცი რა, ჯერ ერთი რომ ყველა ძალიან დიდი ღირსება დევს იმაში, რასაც ესენი აკეთებენ ყველა სპორტსმენები. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სტრიკლენდი რო ავიღოთ, როგორც პიროვნებაა ჩემთვის ყველანაირად მიუღებელია ეგ ადამიანი, მაგრამ მაინც არ შემიძლია პატივი რო არცე იმის გამო, რასაც აკეთებს, იმიტომ რომ ბრძოლაში ძალიან დიდი რისკი დევს, მარტო ის რა დღეს რომ აი ესე ხსნის საკუთარ თავს და ნახევრად შიშველი გადიხარ მილიონობით ადამიანის თვალწინ და იბრძვი და იქ წარმოიდგინე ახლა როგორ სიტუაციაში იგდებ თავს, ხო, მთლიანობაში და ამაში ბევრი დიდი სიმამაცე და ღირსებას დევს რაღაც პონჩი რაღაც კუთხით რომ შევხედოთ და მაგის გამო მინიმუმ მაინც ყველა იმსახურებს პატივისცემას გაიგე და აა მე მინდა რომ უბრალოდ სწორი თვალსაზრისით და სწორი კუთხით უყურებდეთ ამ სპორტს და სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, როგორ გითხრა, მეწოდებასავით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სპორტს უყურებს და ბողმით ივსება იმის მაგალითად, რომ სიამოვნება მიიღოს იმ სკილებით, იმ ჭადრაკით, იმ პრობლემების გადაწყვეტით და იმ პროცესით, რაც ხდება კლეტკაში. ამიტომ, იმიტომ რომ თუ სწორად შეხედავ MMA-ს და თუ სწორად მიუდგები MMA-ს, MMA-ს ძალიან დიდი რაღაცა შეუძლია რომ გააკეთოს შენთვის. MMA შეუძლია იყოს MMA შეიძლება იყოს წიგნი, რომელიც გამშვიდებს. MMA შეიძლება იყოს მუსიკა, რომელიც დეპრესიიდან გამოყავხარ. MMA შეუძლია იყოს ოჯახის წევრი, რომელსაც იმ წუთას გვერდზე არ შეუძლია შენს გვერდზე ყოფნა, მაგრამ MMA-ს დაეყდნობ, რომ რაღაც გული გადააყოლო. შეუძლია იყოს მაკაცი, რომელიც რა ვიცი, არ ყავს იმ წუთას გვერდზე და გჭირდება ვიღაცა მარტო ხარ. 1000 რაღაცა შეუძლია გაიგეთოს თუ სწორად მიუდგები ამ სპორტს. აა სხვა თუ არაფერი მორალსაც კი გასწავლის MMA თუ სწორად მიუდგები, იმიტომ რომ რატო იცი? იმდენად არამორალური რაღაცებს ხედავ ყოველდღე ამ სპორტში. დაწყებული ქვედა ეტაპიდან და ლეველიდან და დამთავრებული ელიტარულ ლეველამდე იმდენად ბევრ არა მორალურად არასწორ ხალხს ხედავ და არასწორ საქციელს ხედავ ყოველდღე მე MMA-ში და ტოქსიკურ იმას ხვდები ყოველდღე სიტუაციებს, ხო? მარტო მაქინან გამომდინარე ხვდები და ეგ მასწავლის ცხოვრებაში როგორ სტანდარტები უნდა მქონდეს მორალურად და როგორი არ უნდა ვიყო, მაგას ვხედავ რა. სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. ასე რომ სწორად მიუდექით ამ სპორტს და გამოიყენეთ ცხოვრებაში, სწორად რომ თქვენ გაიზარდოთ როგორც პიროვნება რა, თუნდაც როგორც სპორტსმენი თუ ვარჯიშობ და მოჩხუბარი და მარშალ არტისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. მოდი ახლა უცებ გადავხტები, ორი კითხვა არის ლაზარე ღუნჯილიისგან და რას ფიქრობ GFC-ზე და მეორე რატომ იწელება ახალი ქართველების დებიუტი UFC-შიო? შენ რას ფიქრობ GFC-ზე? GFC-ზე რას ვფიქრობ და უფრო მეტი ევენთები იყოს ნეტა, მაგას ვფიქრობ. ძალიან კარგია GFC-ც რო არის და IFC-ც და კიდე რა ვიცი სხვა ბათუმი ფაითი რაღაცები ხო არის, რაღაც არ ვიცი საქართველოში კიდე სხვაზე ყო.
მარტო GFC არ უნდა იყოს, კიდევ პირიქით მეტი უნდა იყოს აი პატარ-პატარა ლიგები და უფრო და უფრო ნეტა გაიზარდოს ხარისხი იმ სპორტსმენებისა, ვინც ჩამოდიან, გაიზარდოს იმ სპორტსმენების ხარისხი, ვინც ხვდებათ საქართველოში, ეს GFC და ესეთი ლიგები არის ფუნდამენტი მებრძოლის, რომ აი ასე უნდა დააშენოს მერე ზემოდან თან სხვა რაღაცები რა და რას უნდა ვფიქრობდე, კარგია, უბრალოდ საჭიროა რომ უფრო ხშირად ჩატარდეს, უფრო მეტმა ბიჭებმა მიიღონ მონაწილეობა და რათა უფრო სწრაფად მაღალი დონის გაიზარდოს კლასი. მებრძოლები ხო, ჩაყავდეთ სხვა ხო, ქვეყნებიდან და უფრო რაც და უფრო მაღალი და დონე მეტი იქნება. რა თქმა უნდა და მეტი ივენთები არის საჭირო, იმიტომ რომ აი თუნდაც აი ჩვენი შოუ თავიდან რომ დავიწყეთ ძალიან ძალიან და მივჩანჩალებით რა ვსაუბრობთ კარგად, მაგრამ მე ნელ-ნელა შეიძლება ეხაც არ ვართ რა ქვია რა ქვია ლარიკინგები რა, მაგრამ რაღაცას ვახერხებთ ხო, ასე თუ ისე და უკეთესობა გვაქვს და ისე არის ყველაფერში რა, რაც უფრო ხშირად აკეთებ და მეტჯერ აკეთებ, მე უფრო ძლიერი და უკეთესი ხდები მაგაში და უფრო მეტად პროფესიონალურადაც უფრო ვიხვეწები და და ვისურვებდი რომ GFC-ს და სხვა ტურნირების უფრო ხშირად ჩატარდეს და და ისე ყველას დონეზე რომ მიეცეს შანსი. მივიდეს რომი, რომ KSW-ს ში არ მოუნდეს წასვლა ევროპაში და მოუნდეს პირიქით GFC-ში და ხო, საქართველოში ჩამოსვლა და UFC Fight Pass-ზე რო იყოს ერთი ჩვენი ანუ ორგანიზაცია, ეგ იქნებოდა ძალიან წინსვლა და მე რას ვისურვებდი, ცი GFC-დან წასულები ევროპულ ჩემპიონატში ორგანიზაციებში უკვე ყველა თითქმის ჩემპიონი რო ხდებოდეს რა. აბა of course my brother. და მეორე კითხვაზეც გადავიდეთ. ლაზარესი, ანუ რატო იწელება შენი აზრით ქართველების დებიუტები? ანუ ახალი ქართველები UFC-ში რა. რა არის გიოცი? მაგაზე რამოდენიმეჯერ სხვა ვერსია ვთქვი და უკვე მომბეს და მაგ ვერსიების გამეორება, ნუ ხამდა ავდგე და უნდა თქვა სიმართლე. მაშინ მე რასაც ვფიქრობ და როგორც ვუყურებ რა და ეს მირჩემია უკვე არ ვთქვა. საინტერესოა. ეს უკვე საინტერესო. მირჩემია არ ვთქვა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიძახი რომ არ მჭირდება ზედმეტი პრობლემები რა. მართლა არ მჭირდა დავიღალე ბევრი რაღაცეებისგან და არ ვიტყვი არაფერს რა. ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ იქნება მატება. დარწმუნებული ვარ ამაში. რატო არ არის ამ წუთას? არ მინდა მაგაზე უკვე საუბარი აღარ მინდა, მართლა არ გეწყინოს ჩემო ძმაო, კითხვის ავტორს მიმართავ. უბრალოდ უფრო იმიტომ რომ რაღაც ისინი მე მithქვამს ადრე რაღაცეები, ერთ რაღაცას გავიმეორებ, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ხალხი არ ცხოვრობს, ფული არ არის ბევრი ჩვენგან და ამიტომ მოჭხურების ბევრი არ მიყავთ, მაგრამ არის შანსი, რომ მაინც მიუხედავად ამისა, როცა ორი ჩემპიონი ყავს, უნდა ყავდეს მეტი მოჭხურები UFC-ში და მატება უნდა იყოს. ანუ მაინც დიდი რაც უნდა მარკეტი არ არის პატარებოს. საქართველოს, ხო? მარკეტი არ არის დიდი, მაგრამ ორი მ. ჩემპიონი რო ყავს ერთ წელში, უნდა იყოს მატება. რაც უნდა პატარა ქვეყანასთან კონდეს საქმე. და მ. რატო არ მიუხედავად ამისა, რატო არ იყო მატება, როგორც უნდა ყოფილიყო ისე, ამაზე აღარ არ ვილაპარაკებ მე, იმიტომ რომ არ მინდა და იმიტომ რა. ბოდიში კიდე ერთხელ. და ეს კითხვაც ამას ეხება თქვენი აზრით, ანუ შემდეგი ვინ იქნება რა 2025-ში, ვისაც აქვს შესვლის სანში ტოპ ქართველისგან? ნუ გოგოლაძე ფაქტიურად შიგნითაა ჩათვალეთ უკვე, ადრე თუ გვიან შედგება მაგის ამირანის დებიუტი და ჩემი გადმოსახედიდან ჩოხელი უკვე ორი წლის წინ უნდა ყოფილიყო მან და ბიზნესთვისაც დროა უკვე რომ UFC-ში იყოს. უბრალოდ კიდე ერთხელ ну, кай ჩოხელი ისე უკვე ისედაც კონკურენტ ორგანიზაციაში იყო, ესე რომ ვთქვათ, და უკვე ჩხუბობდა რაღაც ელიტარულ დონეზე ამერიკულ ორგანიზაციაში, ბიზნეს შემთხვევაში ისევ და ისევ იმიზეზე უნდა ვილაპარაკო, რაზეც წეღან თქვი, რომ არ მინდა თქოლაპარაკი რა. ერთ-ერთი ერთ-ერთი მიზეზე რა. ტანზილოვი ალბათ ეს 4 რა, ტანზილოვი, ამირანი გოგოლაძე, ლევანი ჩოხელი და ბიძინა გავაშელიშვილი და იქით კიდე ვახტანგ ჭუმბურიძეა.
და აქეთ კიდე იცო ბაბულაიძე მმ. ორივე დაუმარცხებლები არა. ახოს წაგება აქვს, მაგრამ ახო მალე კამარის ჭკუებს და აქვს შანსი რომ ეგეც მოხდეს UFC-ში და აქეთ იცოზეც ვიცი რომ ცდილობს მაქსიმალურად რომ რაღაც გზა იპოვოს UFC-მ და რაღაც უნდა რომ ჭკუები იპოვოს ახლა მალე ჭკუებს და ნუ ეს ორიც კანდიდატები არიან UFC-ში და უნდა მოხსნեն წესი და უნდა მიეცეთ შანსი და ნახოთ. აგერ 6 კაცი ჩამოვთვალე უკვე ისეთი რომელიც აი ჩაულებრივად, აი ძალიან ჩაულებრივად შეუძლიათ UFC-ში კონკურენტუნარიანები იყვნენ რა და დანარჩენებიც ნელა უკვე წამოიწევიან წინ და უბრალოდ ახლა ჩვენ UFC-ს ყავს უკვე ბევრი ისეთი მებრძოლები, ამერიკელები, რომლებიც არ არიან ახლა ესეთი სასწაული გადამრი, უბრალოდ რომ შეავსონ ეთერი, მაგითო იმატებენ ისეთ ბიჭებსაც რა და ეგეთი მოჭხურები ჩვენს ბევრი ყავს რა. მაგრამ უბრალოდ ისევ და ისევ ხა ის ამერიკას მას არ ჭირდება შენ ქართლის ჩამოყვანა არაფერში. ჯობია ურჩევნია რომ ამერიკელი აჭყობს აქვია და გრინ კარტის გაკეთება მაგას არ ჭირდება, ვიზა მაგას არ ჭირდება და არაფერი. ჩემთვის პირადად იცი თქვენ ჩემი ურთიერთობა ლევანთან ვიცით რომ ბიძინასთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს და ამ ორის მოხვედრა არის ჩემთვის ყველაზე ისეთი გულთან ახლოს და მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, მაგრამ მთლიანობაში ამირანი, თუ ამირანი უკვე თითქმის იქნარი, ტანზლოვიც ასე მგონია რომ უკვე ფაქტურად ნახევარი ძალიფეხი UFC-შია, იცოც და ვახოც ჭუმბურიძე ძალიან მაგრამ მიყვარს ორივე და ძალიან მაგრად მინდა ორივე იქვიხილო და იმედია ეს 6-ვე მის ჩამოუთვალე, იმედია მალე მოხდება 6-ვე იქ და მე კიდე დანარჩენებიც მიყვებიან იმედია არიან საქართველოში ბიჭები, რომლებიც ჯერ ახალგაზრდები არიან, ჯერ ცოტა კლასის ამაღლება ჭირდებათ. იმიტომ რომ უცხოეთიდან განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყნიდან რო ხტები UFC-ში ეგრევე გესვრიან აგურებს, გამიგე ეგრევე მზად უნდა იყო უკვე რა, უკვე ძალიან მაგარი უნდა იყო რა. აი რუსეთიდან, დაღესტანიდან, საქართველოსდან ბიჭები რომ მოყავთ, იმათ რაღაც ადულჩხუბებს არ აძლევენ ხოლმე რა, როგორც წესი. ხო და ამიტომ სასურველი იქნება, ვინც შემოვა UFC-ში, აწი საქართველოსდან, საქართველოს სახელით. ყველა უნდა იყოს მაქსიმალურ ზატყოფნაში, რომ მაღალი დონის მაღალი დონის მებრძოლებს გაუწიონ წინააღმდეგობა რა. მუშტი კრივი ილიამ რო მახაჩევი დაანოკაუტოს რა გამოხმაურება მოყვება მაგას. რა გამოხმაურება მოყვება, მგონი ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ინტერნეტი დაინგრევაც. ხო და ილია თოფურია ვარსკვლავია რა. მართლა ნომერ პირველი ვარსკვლავია MMA-ში რა. და დაიჭედება ინტერნეტი, იქნება დაინგრევა მართლა რა. ნუ რა თქმა უნდა, ეგ იქნება ყველაზე რაღაც ესეთი დიდი ნიუზი რაც არ უნდა მოხდეს MMA-ში. იმიტომ კი არ ჩვენ არ გვჯერა უბრალოდ იმ ხელა დონისის გამარჯვება იქნება თან ეგეთი მეთოდით დამთავრება რა. მოდი შენ კიდე ერთი ძელი კითხვა გაქვს მგონი და აქ ძალიან მაგარი არის. წავიკითხო? ხო. სახელს ვერ ხედავ, ისე ჩამიგდე შენ, მოიცა რომისთან მაქვს კითხვა, ხო? რომისთან მაქვს კითხვა, ხო? ეგ არის Fonseca. რომისთან მაქვს კითხვა. წარმოგიდგენიათ, რას მივიღებთ რომან დოლიძისგან თაითაუნის რეიტი რომ გაზარდოს. ზოგადად რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორ შეიძლება შენს ყველაზე მძლავრი არახს მეტოქეს ანდობდე? მეტოქეს ანდობდე, ცოტა ისეთი ნათქვამია, ვერ ხვდები ზუსტად რას გულისხმობ. ჰერმანსონსთანაც და ჰიუსტანაც როცა რომანად კინოული გააკეთა, მეტოქის ჩაყვანილი იყო პარტერში, თორე დარწმუნებული ვარ ფეხზე იჩხუბებდა. მოდი აქ გავჩერდები, სანამ გავაგზავნებ და გეტყვი, რომას იმიტომ არ ჩაყავს მეტოქეები თვითონ. რომ არ არის მოჭიდავი, რომას არ აქვს მოედნის ცენტრში double leg takedown-ის გაკეთების და ფეხში სუფთად შესვლის უნარი და ეგეთი რაღაცები არც ვარჯიშობს მე როგორც ვაწყობ მაგაზე და არც არის ეგეთი სტილის მოჭიდავი, არ აქვს ეგ განვითარებული ეგ უნარები მაგას. რომას შეგვიძლია მაგალითად კედლიდან იმუშაოს ხოლმე ჩაყვანაზე, მაგრამ მაგაზეც მანდამაინც არ მუშაობს ბევრს.
ასე რომ ალბათ მაგას გულის მეტოქეს მიანდო, მაგრამ მეტოქეზე მინდობა არ არის, უბრალოდ უარს ამბობს ადამიანი მაგ სტილის ჩხუბზე და უნდა დგომში ვიჩხუბოს და თუ ვინმე ჩაიყვანა, მე იყენებს გრეპლინგს და საბმიშენებს. იმავთანაც სტენდაპ ჩხუბში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შექმნა, როდესაც რამოდენიმე წამით მიწაზე აღმოჩნდნენ მოჩხუბრები. იმიტომ რომ შენგან მაინტერესებს ფაითოფის აუდიტორია მიცის რომ მოყვარული მებრძოლი ხარ, ამიტომ თუ მეგიძლია აღვიხსენი რამდენად რთულია საბრძოლო არსენალში ტეიქდაუნების დამატება. მე მებრძოლად არ ვცვლი ჩემ თავს, ადრეც მithქვამს, ჩხუბები მაქვს ჩატარებული კიკბოქსშიც, MMA-შიც, ჭიდაობაშიც მიჭიდავია, 50 მატჩი მექნება მინიმუმ ჭიდაობაში ჩატარებული აქ ამერიკაში. მაგრამ მე მებრძოლად არ ვცვლი ჩემ თავს, ადრეც მithქვამს, ბევრჯერ მებრძოლი ცოტა სხვა რაღაცაა ჩემთვის რა. მაგრამ მადლობა კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება ტეიქდაუნებს, ჭიდაობა ძალიან რთული ასათვისებელია. მით უმეტეს 25, 26, 27 წლის, 28 წლის ასაკში რო იწყებ რა. ძალიან რთული სპორტია ჭიდაობა, ძალიან რთულია. ყველაზე რთული ასათვისებელია 25 წლის ასაკში და 28 წლის ასაკში შეიძლება ისწავლო ჯიუ-ჯიტსუ კარგად, შეიძლება ისწავლო კრივი რაღაც დონეზე, კარი ისე რომ ნორმალურად ჩანდეს შენი ჩხუბი. ჭიდაობა შეიძლება ვერ ისწავლო მაგ ასაკში რა. ძალიან რთულია. და ზოგადად გეტყვი, MMA-შიც მივარჯიშია, მიჩხუბია, კიკბოქსშიც მივარჯიშია, მიჩხუბია, ჭიდაობაშიც მივარჯიშია, მიჩხუბია, ჯიუ-ჯიტსუში ხო რა თქმა უნდა მივარჯიშია და მივარჯიშია. ცალ-ცალკე ყველა სპორტი რო ავიღოთ, ხო, ჭიდაობაზე უფრო რთული სპორტი მე ცხოვრებაში არ გამომივლია რა. ფიზიკურად, მენტალურად, ყველანაირად აბსოლუტურად. ოღონდ კონკრეტიკის კონტექსტის გავითვალისწინოთ ქართველებს ჭიდაობა წაქცევის უნარის სისხლში გვაქვს. სოფლიოს საუკეთესო ჭიდაო სკოლა ამასთან რომანის თვეებს ატარებს მერაბთან ერთად. როგორ ფიქრობ, რატო არ შეიძლება რომანმა რამოდენიმე თვე უბრალოდ გადადოს მხოლოდ ამ კომპონენტის დამუშავებას დაუთმოს დრო, რამდენჯერ ტეიქდაუნზე რომ წავიდა ძალიან სუსტი მცდელობა ჩანდა. აი, უკვე გაგეცი ამაზე პასუხი. რთულია ძალიან ჭიდაო, თან რომას არ აქვს აშკარად თვითონ სურვილი. მე ვისურვებდი რომ რომანზე მუშაობა კედელთან მუშაობაზე, კედელთან რა. რომ გამოვიდოდა კარგად კედელთან კონტროლი, კედლიდან ჩაყვანა, კედელთან მუშაობა სუფთა კლასიკურ ჭიდაობასთან არ აქვს არაფერი საერთო, სუფთა MMA-ის შექმნილი სკილია და ცალკე სპორტია აბსოლუტურად. ჩათვალე რომ ცალკე სპორტია კედელთან მუშაობა და ყველამ უნდა იმუშაოს და იცოდეს ჩემი აზრით. მაგრამ ნუ რომას უყვარს ნოკაუტები, მძიმე დარტყმები, გაცვლები, ჩეხაობა და ესე შემდეგ და გრეპლინგის გამოყენება უყვარს როცა ჩაიყვანენ რა. ასეთი ტიპია, ასე უყვარს, ასე უნდა. ჯუტი გურულია და ვერ შეცვლი ამას რა. ხო და იმას რაც შეეხება, მე ვიცი შენ რასაც მეკითხები დაახლოებით და რომას ფიზიკური მონაცემების ადამიანს რო დაეწყო 15 და 12 და 13 წლის კი არა, თუნდაც 20 წლის ასაკში რო დაეწყო MMA, ხო? დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო ეს ხეთს მივიღებდით, ვიდრე ისედაც ხომ ხეთია და მაგარია. მაგრამ უფრო რა თქმა უნდა, გაცილებით მაგას მივიღებდით, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რა ასაკში დაიწყო რომ ამას ყველაფერი და რა დონეზე ავიდა და რა მიღწევები აქვს, ფენომენალური მიღწევა ნამდვილად რა. ამ კუთხით შევხედავთ რა. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. უღრმესი მადლობა კითხვებისთვის, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გავეცით პასუხი, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ კვირაში ერთხელ ვიყოთ თქვენთან. ეხლა რომისაც თავის არხზე რომეო ცენტერაძე, ეგრე არის ხო? თუ რომეო ცენტერაძე არა, რომეო ცენტერაძე უბრალოდ. ანუ ეხლა უფრო ბევრი კონტენტი იქნება, ფაითოფი გაგრძელდება ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, მაგრამ რომით ცალკე დადებს ხოლმე კიდე breakdown-ებს უფრო ხშირად, უფრო ტექნიკური და მეთოდები, ვისაც უფრო აინტერესებს, რომ აი ღრმად რო შედიხარ, breakdown-ებს დადებს, რომი მე აქედან პროდიუსერი ვიქნები მაინც, გავუკეთებ ხოლმე რაღაცებს. ანუ ფაითოფი ჩვეულებრივად გაგრძელდება Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე. უღრმესი მადლობა ყველა fight hoppers. We out.